საკუთრების შენ დაბრუნდით ეთერში საკმაოდ რთული პრობლემებზე ვისაუბრეთ მათ შორის საკომპიუტერის დროს თავისთავად არის თუ არა კანონში რაისაუბრებს მაინტერესებს არის თუ არა კანონში თქვა ისეთი ლაფსუსები და ხარვეზები რაც თქვა იგივე ემქონების დაკანონებას რაც იგივე თქვა მოსახლეობიდან წამოსული მოთხოვნების კარგად გაკონტროლებას და მონიტორინგს შეუწყობდა ხელს თქვენ როგორ ფიქრობთ რა თქმა უნდა კიდევ გავმეორებით ბატონო რომ კანონი ჯერ არ არის გვაქვს კანონ პროექტი სადაც ეს ყველაფერი გათვალისწინებულია თავისთავად ცხადია ის ადამიანები ვინც ვერ მოგმართავენ დახმარებაზე რომლებსაც აქვს სხვა საკუთრება ალტერნატივი თუ თანაზომადი არ არის რა თქმა უნდა თქვა არის 8 სულიანი და აქ 1 ოთახიანი თავისთავად ცხადია მას ვეხმარებით მაგრამ თუ არის თუ აქვს რაღაც 4 ოთახიანი ან საკუთარი სახლის სხვაგან სხვა რაიონში ის იმას პრიორიტეტს ვერ მივანიჭებთ ანუ სხვას მივანიჭებთ პრიორიტეტს თავისთავად ცხადია ვისაც სახკარია ანუ არსებობს რიგითობა იმ შემთხვევაში თუ ადამიანი არის აბსოლუტურად არაფრის მქონე და მას ერთადერთი სახელმწიფო რა თქმა უნდა კი მაგრამ არის თუ არა შანსი მოძეს ეს თქვათ რომ მაყურებელს არ შეექმნას ილუზია რომ ვისაც რამე გააჩნია ის აუცილებლად არ მიიღებს დახმარებას ანუ არის თუ არა შანსი რომ რაღაც გარკვეული ეტაპის შემდეგ როდესაც მოხდება ეს პირველადი აუცილებლობის მქონე ადამიანების დააკმაყოფილება მათი ჯერიც მოვა ანუ ეს არ არის ზღვა არის დახმარება და ეს არის თავშორის დახმარების გადავადება რა თქმა უნდა ადამიანს რომელსაც მიენიჭება ეკომიგრანტის სტატუსი გრადაცია დავარქვათ პირველი მეორე ადგილი, მესამე ადგილი პირობითად, მესამე ადგილზე ვინც არის, იმას აუცილებლად მოუწევს, მაგრამ მის წინ თავისთავად ცხადია დადგება ის პირველი, ვისაც უფრო გაჭირვებული. ხო, კაცო. აი, უფრო გაჭირვებულთან დაკავშირებით ახლა მივედით აი ძალიან მტკივნეულ თემაზე, ქულების თემა, რომელიც ახახანს გავაშვით კიდევაც და აი მართლა ძალიან რთული შესაძლებელია ამ შემთხვევაში და არსებობს თუ არა აქაც რაიმე მონიტორინგის სამსახური, იმიტომ რომ ხომ მართლა შეიძლება, თქვათ ეკომიგრანტს ან დასახლებულ ადამიანს მართლაც ნათესავმა აჩუქოს რაღაც სიტყვაზე სარეცხი მანქანა. ამ შემთხვევაში აი ეს პრობლემა როგორ გვარდება, იმიტომ რომ ეს ყველა სიტუაციაში ანუ ჩვენ აბსოლუტურად განსხვავებული შეფასების კრიტერიუმები გვაქვს, აქ არ არის სოციალური აგენტი რო აფასებს მაცივარი რო აქვს ტელევიზორი და ასე შემდეგ, აქ არის საუბარი მის სოციალურ მდგომარეობაზე. კიდე გავმეორები, თუ არის სოციალურად მონაცემთა დაუცველთა ბაზაში, ანუ სოციალურად დაუცველი, აქ ქულა ენიჭება. თუ არის მრავალშვილიანი, აქაც განსაზღვრული, თქვათ 4 სულამდე თუ არის 1 ქულა, 4-დან 7 სულამდე 2 ქულა და 7-დან ზევით 3 ქულა. ანუ ამაზეა საუბარი და ყველაზე მთავარი სახლის დაზიანების კატეგორია. ყველაზე კატეგორია. აქ არის 4 კატეგორია, პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე. თავისთავად ცხადია, პირველი ყველაზე რთულია, მეოთხე ყველაზე იოლია. გადამწყვეტი ეგ არის. აი, როდესაც ისეთ სტიქიურ უბედურებაზე გვაქვს საუბარი, როდესაც აუცილებელია რომ დაიცალოს ტერიტორია. მაგრამ არიან ადამიანები, ვისაც ტერიტორიიდან გამოსვლა არ უნდა, თქვათ. ასეთ შემთხვევაში რა შეიძლება მოხდეს? ითხოვს რომ, აი თქვათ, მეწყერმა ჩამიარა გვერდი და ჩემი სახლი ფაქტიურად არ არის დაზარალებული, მაგრამ თუ შესაბამისი გეოლოგიური დასკვნა იქნება ის, რომ ეს სტიქია საშის ზონა არ არის, პრობლემას არ წარმოადგენს. მაგრამ თუ ითქვია რომ შეიძლება იყოს ადამიანი, რომ დატოვოს ეს ტერიტორია. შეიძლება სახელმწიფო ხდება უკვე ვალდებული იმის, რომ ადამიანის ცხოვრება პირველ რიგში, ხო, კონსტიტუციით განსხვავებული. შეიძლება იძულებით უბრალოდ გამოაცხადოს. რა თქმა უნდა, ანუ სახელმწიფო არის, ანუ ადამიანის უფლება სიცოცხლეზე, რომელიც გარანტიას წარმოადგენს სახელმწიფო. თუ კი ადამიანი ვერ ხვდება, რომ მის სიცოცხლე შეიძლება ემუქრებოდეს საფრთხე და არა მხოლოდ მის სიცოცხლეს, მის არასრულწლოვან შვილებს და ასე შემდეგ, სახელმწიფო არის ვალდებული უკვე ძალით გამოიყვანოს ეგ ადამიანი იმ ადგილიდან. გასაგებია და თქვათ მისეს რა თქმა უნდა. ირაკლი, რა მაინტერესებს იცით ახლა რაც ეს ევროკავშირის პროექტი ამოქმედდა მოიმატა თუ არა მომართვა საზღვარგარეთ მცხოვრები ემიგრანტების მხრიდანაც. ანუ ისინიც დაინტერესდნენ თუ არა და არის თუ არა უკვე რაღაც ისეთი მოსინჯვითი, თქვათ, კონტაქტი თქვენთან, რომ აი იმ შემთხვევაში თუ ჩვენ ჩამოვალთ, რა შეიძლება დაგვხდეს აქ. აი ამ ტიპის იქიდან, ანუ იქ მაცხოვრებლები, რომლებიც ამ წუთას შეიძლება ვთქვათ, რომ არ არიან ცუდად, ანუ მათ ყოველდღიური არსებობის საშუალება აქვთ. იყო თუ არა, თქვათ, ევროკავშირის ეს ინიციატივა მათთვისაც ასევე მომხიბვლელი. ICMPD-ის ფარგლებში, ხო, თუ არ ვცდები, ICMPD-ის ფარგლებში ჩვენი წარმომადგენელი სხვა უწყებების წარმომადგენლებთან ერთად იყო ჩასული საბერძნეთში და რამოდენიმე ქვეყანაში პროცესი დღესაც გრძელდება, სადაც საქართველოს დიასპორისთვის და არა მხოლოდ დიასპორისთვის, ყველა ადამიანის, საქართველოს მოქალაქეთვის, რომელიც ცხოვრობს ამ ქვეყანაში, გამართეს შეხვედრა. სადაც ჩვენი თანამშრომელი თავისი კუთხით აცნობდა მათ იმ პრივილეგიებს თუ იმ შესაძლებლობებს, რომელიც შეიძლება მათ ჰქონდათ საქართველოში დაბრუნების შემდგომ.
ანუ ინტერესი არის რა თქმა უნდა იქიდანაც. ანუ მაინც ადამიანებს უნდათ საკუთარ მიწაზე დაბრუნება. ეგ ბუნებრივია. ყველა მით უმეტეს ქართველს. ოღონდ თავისთავად ცხადია რაღაც პირობების თუმცა ხო რა თქმა უნდა. ალბათ ხო. ადამიანი რომელიც წასულია რამოდენიმე 10 თქვათ 10 წელია ხო დავანებოთ თავი 2 წელს და 3 წელს. იმისთვის გარემო აბსოლუტურად უცხოა ხო არ იცის იმან ძალიან ბევრი რაღაცა შეიცვალა. ზოგ შემთხვევაში ჩვენც კი ვერ მივიდეთ რაღაც მოვლენებს რაც ქვეყანაში მიდის ხო? თუმცა მისი გამბედაობა უკვე ვთქვათ გამოცდილია იმით რომ მან ერთხელ უკვე გამბედა ქვეყანაში წავიდა სამუშაოდ და თან მithumets ძალიან ძიმე სამუშაოს შესასრულებლად რომელიც ენობრივი ბარიერი გადალახა ალბათ ამ კუთხით უფრო მარტივი უნდა იყოს სამშობლოში დაბრუნება ვიდრე ემიგრაციაში წასვლა ცხადია თუმცა ამ შემთხვევაში ბევრი შესაძლოა რაღაც გარკვეულ პატარა პრივილეგიაზე მოუწევს უარის თქმა მე ვიცი რომ ჩვენ კიდევ ერთი მაყურებელი გველოდება მოусმინოთ მის არს და შემდეგ სამწუხაროდ აღარ გველოდება როგორც გაიგვა გაითი შეზარი არაუშავს ცოტა ხანში ალბათ იმედი ვიქონოთ ისე დაგვიკვირდა თუმცა მე ვიცი თემა რა თემაზე რეკავდა ქალბატონი და მე დაუსვამ აუცილებლად პროდიუსერმა მითხრა ყურში არის საუბარი რომ ქალბატონმა დარეკა რომლის შვილიც არის თურქეთში წასული და დედა ძალიან ღელავს და უნდა რომ შვილი დაბრუნდეს უკან და აინტერესებს იძულებითი დეპორტაციის საშუალება რამდენად აქვს სახელმწიფოს ანუ გამოითხოვოს თავისი მოქალაქე ასე აი ეს რამდენად შეიძლება მოთხოვნის შეიძლება რომ დაბრუნდეს აი შეიძლება თუ არა თავად სახელმწიფომ თქვათ ნუ თუ არ არის ეს რაღაცა კრიმინალურ სიტუაციასთან და თქვათ ნუ ექსტრადაცია ვიცი ამ შემთხვევაში სახელმწიფო კრიმინალს მოითხოვს ალბათ დედაშიც არ მოუწევს მაგრამ ხო რა თქმა უნდა მაგრამ არ ვერ გეტყვით მე ახლა ეს ადამიანი არალეგალურად წასული ამ შემთხვევაში მის შესახებ ინფორმაციის მიწოდება კონკრეტულ თქვათ ორგანოებში ალბათ ადრე თუ გვიან გამოიღებს არა არალეგალურად წასული ეგ სხვა თემა ანუ იმყოფება და საიდან ვიცი ჩვენ რომ ის არალეგალურად იმყოფება არ ვიცით ეს შეიძლება ის ჩავიდა იქ და ნუ მოახდინა თავის ლეგალიზება და საშუალება არსებობს პრაქტიკაში მე არ ვიცი რომ ჩვენ რომელიმე სახელმწიფო მიმართოს სხვა სახელმწიფოს არალეგალია და გამომიდეპორტეო ეგეთი რამე მე ვერ ვიხსენე ყოველ შემთხვევაში ირაკლი მე ძალიან მაინტერესებს ასევე ხო ჩვენ ძალიან ბევრი ადამიანი გვიყურებს და სხვათა შორის გვიყურებენ საზღვარგარეთიდანაც და ამიტომ მინდა მათთვის გასაგონათაც რაში შეიძლება ყველაზე აი ხა ბოლო პერიოდში თქვენი გამოცდილებით აი ამ პროექტის ფარგლებში 3000 ლარი მე მინდა გავაფრთხილო ყველა ადამიანი რომ მას ქეშა და ესე ხელზე ეს ფული არ გადაეცემა მას ამ თანხის გამოყენება შეუძლია დანიშნულების მიხედვით ანუ თუ ჭირდება ძროხა უყიდიან ძროხას თუ ჭირდება ვთქვათ ბალახის მოსათიბი საშუალება უყიდიან ამას ამ ეტაპზე ესეც უნდა დაადასტუროს რა თქმა უნდა მიწა უნდა გქონდეს ესე მარტივად არ არის ბალახის ის რომ მინი ტრაქტორი შეუძინოთ უნდა გქონდეს რაღაც მიწა მაგრამ აი ჩვენ ახლა აქ ვატყმებით ერთ წინააღმდეგობას ადამიანი რომელიც წასულია და ძალიან ხშირ შემთხვევაში ადამიანები მიდიოდნენ საქართველოსდან ისე რომ ყიდნენ ყველაფერს რაც გააჩნდათ. იმიტომ რომ ეგონათ რომ მიდიოდნენ სამუდამოდ, მაგრამ ჩვენ თუ პირიქით გვინდა ეს ადამიანები უკან მოვიზიდოთ. იქნება და არენდაში სახელმწიფომ რაღაცა მიწა გასცეს, რომლის სარგებლობის უფლებაც ექნება ამ ადამიანს, თუნდაც რაღაცა პერიოდით და ან გამოსტების უფლებით რაღაცა პერიოდით. და აქვე დავამატებ, მაშინ ერთ ზუსტად კითხვის გაგრძელება იქნება თქვენი მუშაობის პრაქტიკიდან გამომდინარე. ოდესმე თუ დაბრუნებულა ისეთი ადამიანი ემიგრაციიდან, რომელსაც სურს რომ ფერმერობით მაგალითად ისჩინოს თავი. მიწაზე იმუშაოს. კი. კი, შემიძლია გითხრათ სტატისტიკა, ბოდიში აკეთე. აი ეს სტატისტიკა ძალიან მაინტერესებს. დაბრუნებულთა 60%-ის მცირე ბიზნესის სტარტაპი დაფინანსდა გასულ წლებში სოფლის მეურნეობის მიმართულებით. ესაკონლეობა, მეფრინველეობა. დაბრუნდნენ სხვა ქვეყნებიდან. ესენი ადამიანები, რომლებიც არიან, იყვნენ ემიგრაციაში, დაბრუნდნენ და თავიანთი მამაპაპისეულს სოფელს თქვათ დაუბრუნდნენ და აინახეს ის რომ რეალურად ხელშესახები იყო დახმარება და მათ არ არსებობს რა ვიცი ადამიანი წავიდა ლეჩხუმში და 13 სკა ფუტკარი შეუძინეთ არ არის ცოტა შეიძლება ბევრი არ იყოს მაგრამ ცოტა არ არის და ეხლა ამ წუთას გვაქვს ინფორმაცია ამ ადამიანის თქვა მდგომარეობასთან ეს ადამიანი ჩემი ინფორმაციით მე ახლა სხვა დეპარტამენტში გადავერთეთ რაზეც ვისაუბრეთ უკვე მაგრამ წარმატებულია საკმაოდ ზარია გისმენთ ალო გისმენთ ყურადღებით გამარჯობათ გახლავთ აფხაზეთიდან დევნილები დიახ და ამ ხნის განმავლობაში როგორღაც შევიძინეთ მიწის ნაკვეთი თბილისში საკმაოდ როგორც ამბობენ კარგ ადგილას და გვინდა არავინ არ მუშაობს ოჯახში გვინდა რაღაც პატარა ბიზნესი ანუ ამ მარკეტი ან რაღაც გავაკეთოთ და
რამდენად შეიძლება რომ აი აქედან თქვენ დახმარება რა ადგილას არის ეს თუ საიდუმლო არ არის რა თქმა უნდა ბატონო რა ადგილას გაქვს ეს მიწის ნაკვეთი არის ეს ივერტუბანი ახალი უბანი არის აი ლოტკინის მოპირდაპირედ ახალი დასახლება არის იქ და თქვენ გაინტერესებთ რესტორანი შავი ზღვის 64 რომ არის თუ იცით გუდმაგის გვერდზე არის პირდაპირ მიწის ნაკვეთი ცენტრალურ კასაზე გასაგებია თუ შეგვიძლია პასუხი აი ამ შეკითხვაზე რამდენად აქვს შანსი ქალბატონს დაუბრუნდები ისევ თემას ვის ვეხმარებით ჩვენ ანუ უშუალოდ ჩვენი დეპარტამენტი თქვენ თუ გაქვთ მესმის რომ ეს თქვენ უშუალოდ არ გეხებათ უბრალოდ თუ გსმენიათ რომ სამინისტროში ვინმე ასეთი ტიპის ასე ვთქვათ ადამიანებსაც ეხმარება ოდესღაც მანსაც ხო ალბათ ანუ ჩვენ ხონდა გამომიგზავნოთ თქვა შიდა მიგრაცია ამის შესწომაში შევიყვანოთ მსმენელს თუმცა livelihood-ის პროგრამა არსებობს მაგრამ არ ვიცი ხარ რამდენად ამ შემთხვევაში იმუშავებს ის დევნილებისთვის არსებობს რამდენად ამ შემთხვევაში იმუშავებს ის იმიტომ რომ მე არა ვარ ამ მიმართულების ექსპერტი ასევე ლტოლთა სამინისტროს თამარაშვილის 15-ია სადაც არის ახლად გახსნილი მისაღები ცენტრი საკმაოდ მაღალი კომფორტული შეუძლებელი სრულ და კომპეტენტურ პასუხს მიიღებს ამ მიმართულებით ანუ აბსოლუტურად ყველა თემაზე ეს ეხება შიდა მიგრაციას თუ ეს ეხება ემიგრანტების დაბრუნებას საქართველოში მათ შორის სტოლურებსაც აუცილებლად უნდა მიმართოთ სამინისტრო სადაც თქვენ ყველა იმ შეკითხვაზე რომელიც გაგიჩნდებათ და გაგიჩნდათ აუცილებლად მიიღებთ კომპეტენტურ პასუხს გამისამართებენ მაინც კომპეტენტურ ხო იმ სწორად მიმართულებით სადაც თქვენ მიიღებთ პასუხს თქვენს მიერ დასმულ შეკითხვაზე და ის ინტერაქტივი რომელიც ჩვენ უკვე გადაცემაში ორჯერ ვთქვით რა იწვევს საქართველოში შიდა მიგრაციას, ამაზე იყო სამი სავარაუდო პასუხი. ეს მე თქვენთვის გასაგონათაც მინდა აუცილებლად რომ ჩავიკითხო ეკოლოგიური მდგომარეობა თვლის 7% თუ არ ვცდები, შემახსენოს პროდიუსერმა თუ შეიძლება 9%, ეკონომიკური პრობლემები 84% და ინფრასტრუქტურა 7%. ანუ საკმაოდ დიდი უმრავლესობით ეკონომიკურ მდგომარეობას ანიჭებენ უპირატესობას ამ შემთხვევაში, ანუ შიდა მიგრაციას იწვევს ეს. რა თქმა უნდა, ეს ერთი სამინისტროს დონეზე ვერ გადაწყდება, თავის დაუცხადია, თუმცა მე იმედი მაქვს, რომ ჩვენს შემდეგ შეხვედრაზე ეს მალე მოხდება, დარწმუნებული ვარ, სურათი გაცილებით უფრო უკეთესი იქნება. ყოველ შემთხვევაში ჩვენ ის მაინც გვეცოდინება კონკრეტულად რამდენი ეკომიგრანტია ქვეყანაში და რა საშუალებები შეიძლება არსებობდეს ამ ადამიანებისთვის. ძალიან დიდი მადლობა მომბრძანებისთვის და ჩვენ აუცილებლად თქვენს მოგვიწვიეთ. მადლობა.